ხიდი ადამიანის მიერ აგებული ხელოვნური ნაგებობაა, რომელიც ოდითგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა ბუნებრივი დაბრკოლებების გადასალახად. შესაბამისად, იქ სადაც ცივილიზაციაა და ადამიანს მიუწვდება ხელი, იქვე 1-2 ხიდიც აუცილებლად მოიძებნება. მათ შორის არის ძვირადღირებული, თანამედროვე ინჟინერიის ნამდვილი შედევრები და ასევე ფარატინა ფიცრებისა და თოკების ერთობა, რომელსაც რთულია საერთოდ ხიდი უწოდო. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სახიფათო ხიდს მსოფლიოში. გასა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ხიდია. ის ნეპალში, სოფელ გუსში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ პატარა, ვიწრო და სახიფათოა, მასზე ყოველდღიურად არაერთი ადგილობრივი გადაადგილდება, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. თოკის ხიდი ქალაქ ანტრიმში, ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარეობს. თითქმის 21 მეტრის სიგრძის ვიწრო ბილიკი 30 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული და ამ რთულად გადასალახ ხიდს ასევე არაერთი ტურისტი სტუმრობს. ლერწმის ხიდი იაპონიაში ომის დროს ააგეს. აღსანიშნავია, რომ ეს თითქმის 10 მეტრიანი ხიდი არც თუ საიმედო მასალისგან არის დამზადებული. ეს ხიდი ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდია მთელს მალაიზიაში. ყოველდღიურად მას ერთი ბოლოდან მეორეზე გადასასვლელად ასობით ადგილობრივი და ტურისტი იყენებს. საქმე ისაა, რომ წვიმების სეზონის დაწყებისთანავე ხიდზე გავლა თითქმის მომაკვდინებელი განაჩენის გამოტანის ტოლფასია. კაკომის ნაციონალურ პარკში მდებარე ხის ხიდი, რომელიც ორ ტყის მასივს აკავშირებს და საკმაოდ საშიშადაც გამოიყურება. ისევე როგორც პარკი, თავად ხიდიც მუდმივად გადატვირთულია ადამიანებით. ტრიპტაზინის ხიდი შვეიცარიაში 2004 წელს ააგეს. ის მიწიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო სიგრძეში 180 მეტრზეა გადაჭიმული. რეკონსტრუქცია ბოლოს 2009 წელს ჩაუტარდა, მაგრამ მასზე გადამსვლელებისთვის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები დღემდე არ არის დაცული. უბადლო ხიდი იაპონიაში 1950 წელს ააგეს და ის თავისი ვიწრო და არასაიმედო აგებულებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ხიდია. ზღვის დონიდან 3800 მეტრზე გადაჭიმული ნემსის ხიდი საფრანგეთში მდებარეობს. თუ სიმაღლის გეშენიათ, მასზე გავლა ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება. პაკისტანში მდებარე საფეხმავლო ხიდი თავისი სუსტი კონსტრუქციითა და მასზე გადებული ფარატინა ხის ნაჭრებით ნამდვილ სათამაშოდ მოგეჩვენებათ. თუმცა სამწუხაროდ ის არაერთი ადამიანის მარშრუტს კვეთს, რადგან მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. მარინბრუკეს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ხიდი გერმანიაში, ბავარიაში მდებარეობს. ის ორი თვალუწვდენელი კლდის ერთადერთი დამაკავშირებელია და ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილ 9 ხიდზე გადასვლამდე, ამ შემთხვევაშიც დაფიქრება გმართებთ. ამით კი ეს ვიდეო დასასრულს მეუახლოვდა. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.